თქვენ უკვე კარგად მოგეხსენებათ, რომ მაღალმთაში განსაკუთრებით ექსტრემალურ ჰაბიტატებში, განსაკუთრებით მაღალ სიმაღლეებზეც ასევე მატულობს ზრდის ბალიშა ფორმის მცენარეთა რაოდენობა. ანუ ეს სახეობები თავისი ზრდის თავისი სასიცოცხლო ფორმის მეშვეობით კარგად ეგუებიან სწორედაც ექსტრემალურ პირობებს. და ჩვენ ეს არაერთ გზის წინა ლექციებში ვიხილეთ მათი ტემპერატურული რეჟიმის მაგალითზე, მათი სინათლის რეჟიმის მაგალითზე, მოგვიანებით ამას დაემატება ასევე მათი გასთაცვლის თავისებურებები, მაგრამ ამ შემთხვევაში ბალიშა ფორმა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მცენარეთა კვების რეჟიმშიც. ანუ ეს ბალიშა ფორმა არა მხოლოდ ხელს უწყობს მათ ტემპერატურული და სინათლის რეჟიმის და გასთაცვლის რეგულაციას, არამედ ხელს უწყობს საკვებით ღარიბ ჰაბიტატებში მათ ადეკვატურ მომარაგებას. ადეკვატურში გულისხმობა ის, რაც საჭიროა მათი ნორმალური ცხოველქმედებისათვის. ეს ფორმები, ზრდის ბალიშა ფორმა, განსაკუთრებით გავრცელებულია ზომიერად ცივ და არქტიკულ სარტყლებში, სადაც ნიადაგები მწირია და ჰაბიტატები არის ქარიანი. თანამედროვე შეხედულებით უნდა განვიხილოთ აგრეთვე ბალიშა ფორმა როგორც ნარჩენების ეფექტური ხაფანგი. ანუ ჩვენ რაც ვისაუბრეთ მის ტემპერატურულ სინათლის რეჟიმზე, ეს ფაქტები საკმაოდ დიდი ხნის წინ 70-იანი 80-იანი წლებიდან იყო ცნობილი, მაგრამ ის რომ ბალიშა ფორმა ეს არის ნარჩენების ეფექტური ხაფანგი, ანუ ნარჩენების ეფექტური დამჭერი და შემდეგ მცენარისთვის იოლდება მისი მოხმარება, ეს სულ ცოტა ხნის წინ იქნა დამტკიცებული. რას წარმოადგენს ეს ეფექტურობა და რატომ არის ის ხაფანგი? აქ არის გამოხატული რამდენიმე მცენარე, ასეთი ბალიშა მცენარე და ისინი, როგორც უკვე აღნიშნეთ, მწირ ნიადაგზე ხრიოკ ადგილებში იზრდებიან და ქარს ამ შემთხვევაში საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს მათი ამ ნარჩენებით მომარაგებაში. ქარით მოტანილი ორგანული ნივთიერებები, იქნება ეს გამხმარი ფოთლები, პატარა ღეროები და სხვა ნარჩენები, რჩება ბალიშის ქვეშ, ანუ წითელი ისრებით ნაჩვენებია, როდესაც ეს ქარით მოტანილი ეს ორგანული ნივთიერებები ეჯახება ბალიშებს, ვინაიდან ისინი ფაქტობრივად განრთმულები არიან და ფაქტობრივად ნიადაგის ზედაპირზე არის მათი მცენარის ერთი ნაწილი, ამიტომ ის აი ამ თავისი ჰაბიტუსის ასეთი საინტერესო გამოყენებით ასევე ასე ვთქვათ აჩერებს ქარით მოტანილ გამხმარ ბიომასას და შემდეგ ეს ბიომასა მცენარის ქვეშ, იქ სადაც მისი ფესვებია, ფესვთარი არის, იქ ხმება, იხრძნება, ჩადის ნიადაგში და შემდეგ მოიხმარება ეფექტურად ამ მცენარეს მიერ. და საინტერესო არის კიდევ ერთი, მისივე გამხმარი ნაწილები, მისივე გამხმარი ფოთლები, მისივე ყლორტები ან ღეროები, გამხმარი ნაწილები, ისინიც ასევე ეფექტურად მოიხმარება საკუთარივე ცხოველმოქმედებისათვის. აი ესეთი მეტად საინტერესო ადაპტაცია გახლავთ ეს კვებითი ადაპტაცია ამ სასიცოცხლო ფორმისა, ანუ ბალიშა მცენარეებისა. მაღალმთაში ერთ-ერთი ყველაზე მწირი საკვები ნივთიერებებით, ერთ-ერთი ყველაზე ამიტომ სახიფათო მცენარისთვის ჰაბიტატი ეს გახლავთ მყინვარისწინა ჰაბიტატები, რომელიც არათუ როგორც წესი, არამედ 100%-ით ყოველთვის აი ასეთი ქვებით, ხრეშით, მორენებით, ლოდებით არის დაფარული.
და ეს ჰაბიტატები, როგორც აღნიშნეთ, არის ძალიან მწირი. აი მყინვარისპირა სახეობების ზრდა განვითარება კი დამოკიდებულია უშუალოდ მყინვარის ნადნობ წყალში აზოტის კონცენტრაციაზე. ანუ მისთვის, აი ასეთი მცენარეებისთვის, მათთვის აზოტის მიღება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი გზით. მყინვარის ნადნობ წყალში მისი შემცველობით და შემდეგ ამ ფესვებით წყლის, სადაც აზოტი არის გახსნილი შეთვისებით. ამითი დღევანდელი ლექცია დავამთავროთ. მადლობთ ყურადღებისთვის.